გიორგი კირთაძე კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი არის ჩვენი პირველი სტუმარი. ჩვენ მასთან ვილაპარაკებთ, როგორ უყურებს აი ამ ინიციატივას. როგორც მოსალოდნელი იყო, შეგვიძლია ასე ვუწოდოთ, იმიტომ რომ ამის შესახებ ოცნება ლაპარაკობდა, რომ იქნებოდა აკრძალვა პოლიტიკური საქმიანობის, ამისთვის შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო საპარლამენტო კომისიას, რომელზე მიუსვლელობის გამო მათ შორის თქვენი პარტიის ლიდერები ახლა საპატიმროში არიან და მოკლედ წინსწრებად მზადდებოდა ნიადაგი. თითქოს 4 ოქტომბერი რაღაც საფინალო რაღაცა დრამა უნდა ყოფილიყო, რომ აი ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ამოექოქათ უკვე საკანონმდებლო ინიციატივის სახით. როგორ უყურებთ თქვენ ამ ამბავს? მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. ხო, არ ვიცი 4 ოქტომბრის რაღაცა შედეგებს ეულდა თუ არ ეულდა და საერთოდ ამასთან არის თუ არა კავშირში, მაგრამ ის რომ რაღაცა ოცნება და რუსული რეჟიმი ერთი მეორის მიყოლებით ახალ უაზრობებს გვთავაზობს, ხო, ეს არის ფაქტი. ალბათ დაველოდოთ, მართლა საინტერესოა რა სია უნდა გამოაქვეყნოს ყობახიძემ თუ საპარლამენტო უმრავლესობამ, ვინ პოლიტიკოსებს უნდა აუგრძალონ საქართველოს საქმიანობა და ამასზე თანხმობა ვინ უნდა განაცხადოს, ანუ კანონს თითი ვინ უნდა დააჭიროს, თუ ვინ უნდა მისცეს ვიზირება საკონსტიტუციო სასამართლოში. ანზორ ბოლქვაძემ, გოჩა ენუქიძემ, სხვებმა იმ პარლამენტში ვინც არიან, იმ ადამიანებმა, ვინც წლების განმავლობაში იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში. ან ირაკლი ჭეიშვილმა, რომელიც ასევე პარლამენტის წევრია და ასე შემდეგ. ანუ ამ ადამიანებმა უნდა თქვან, რომ ვიღაცებს ამ ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს. ანუ ირაკლი ჭეიშვილი უნდა ადგეს ეხლა და უნდა თქვას, რომ გიორგი კირთაძეს არ აქვს პოლიტიკური საქმიანობის უფლება. აი, ფიქრობთ, რომ ამ სიას შეიძლება მოხდეთ თუ ჰიპოსიტყვაზე მე მგონი ეს ისეთ საპატიოსია იქნება, მაშინ არ მოხვედრა იქნება, ბევრად უფრო ცუდი, რა თქმა უნდა იქნება საპატიოსია. პრაქტიკულად ცხადია, რომ ისევე როგორც დღეს ამ ქვეყანაზე პატრიოტთა უმრავლესობა არის საპრობილეში, ხო? ყველაზე უფრო აქტიურ წინააღმდეგობას ვინც უწევს ივანიშვილს, სხვადასხვა მეთოდებით ებრძვის. ვიღაცები ქვეყანაში ვერ ჩამოდიან, მაგრამ თან რა ვიცი 1000 გვარ ჯარიმებს და 1000 უბედურებას გადაყარა, მაგრამ არ ნიშნავს რომ ავტომატურად ხალხის სიაში მოხვდება. ხო, მაგრამ ის ყავს ტყვეობაში მოხვედრილი. საბოლოო ჯამში ეგ ხო რაღაც დაწერილი სცენარის გაგრძელებაა და ესეთი ამბები გაუვლია რუსეთს, გაიარა ბელარუსმა, ალბათ სხვა ამ ტიპის ქვეყნებმა. ეხლა ის ცვლილებებიც მათ შორის რაღაცა შეზღუდვებიც, რასაც აწესებენ, ამისი გაგრძელება ხო საბოლოოდ მე რა უნდა იყოს, ჯერ აქციაზე გასვლა არ შეიძლება, იქ რა ვიცი. პირბადის ტარებაც კი არ შეიძლება, ყველაფერზე ციხე, განმეორებით შემთხვევაში მრავალწლიანით შესაძლოა. ამის შემდეგ, რავი, ბელარუსში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სახლში აპატიმრებენ ხალხს, გარეთ გამოსვლის უფლება არ აქვს. ალბათ შემდეგი ეტაპი, როცა ციხეებში ადგილი არ იქნება, ივანიშვილს წარმოუდგენია, რომ ამასაც კი გააკეთებს. მაგრამ, რავი, მე მაინც ჯიუტად ვარ იმ აზრზე, რაზეც ალბათ ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ ეთერში, რომ საქართველო არც რუსეთია და არც ბელარუსი. აქ მართლა სხვა ხალხი ცხოვრობს. და ამისი სად არის ჩვენი გამარჯვების რეცეპტი, ალბათ რა ვიცი ისტორიის წიგნები უნდა გადავშალოთ და იქ ვნახავთ. წარმოუდგენელია თუ ბელარუსისთვის რუსი ბიძაშვილია და იქ რუსული გავლენები რაღაცა მანდამაინც ისე არ აღიქმებოდა და შეუდარებლად სხვაგვარად აღიქმება ხო საქართველოში. ქართველი კაცისთვის რუსი მტერია თავის იმპერიალისტური ზრახვები და როგორ შეიძლება ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ტვინი იმგვარად გამოურეცხოს ივანიშვილმა, რომ მტერი და მოყვარე აარევინოს და ცივილიზებული სამყარო, რომლისკენაც ჩვენი ისტორიის განმავლობაში მუდმივად მიისწრაფოდა ჩვენი ქვეყანა. ის იმას დაარქვას ეხლა მტერი და უბრალოდ მტერი და ხო მოყვარე დაუძახოს რუსეთს, რომელთანაც აგერ ცოტა ხნის წინ მათ შორის ომი ჰქონდა და ჩვენს ბებიებს, ბაბუებს, იმათ მშობლებს რა გაუკეთა, რა ყველა ოჯახში არის ხო ამ ტრაგედიის მაგალითები. 37 წელი არ არის დღეს თანამედროვე მსოფლიოში. ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მნიშვნელობით ვერ დახვრიტავს ქართულ ხალხს. არადა მხოლოდ დახვრეტამ უშველა თავის დროზე რუსულ რეჟიმს საბჭოთა კავშირს. 1921 წელს საქართველოს დაპყრობის შემდეგ ლამის ყოველწლიური აჯანყებები იყო და 37 წლის დახვრეტები დასჭირდა. ამას ვერ გააქრობს ავასცენიდან, საჯარო ცხოვრებიდან, პოლიტიკური ცხოვრებიდან. ფიქრობთ თუ არა, ნახეთ, ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი გუნდის ლიდერთა ნაწილს შეიძლება ეს შეეხოს, ასევე ფიქრობთ თუ არა, რომ მართლაც შეიქმნება რაღაც ტიპის ვითარება, როდესაც შეიძლება არც ამ პარლამენტს აღიარებთ თქვენ, არც ამ კანონს და ასე შემდეგ, მაგრამ ფორმალური
ფორმალურად პოლიტიკაში ყოფნის შესაძლებლობა ამ ხალხს არ ექნება და მართლაც რაღაც ქირურგიული ჩარევით მოხდება გაცხრილვა პოლიტიკური ველის. ანუ ამ რეალობას ხედავთ თუ არა? ჩვენ პრაქტიკულად ჩვენ კი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები კი არა, ზოგადად პოლიტიკა აგრძალა ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, ხო? განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბერს, როცა თქვა რომ თქვენს ხელი შეუწყვეთ იმით, რომ თქვენ მანდატებზე უარი თქვით, პოლიტიკურ პროცესში, საპარლამენტო ცხოვრებაში ყოფნის შესაძლებლობა იქნებოდა პოლიტიკურ ცხოვრების რაღაცნაირად ვერ შევთანხმდებით გაბატონ დიახ, მე თქვენ ამაზე, მე მგონია რომ ხელი კი არ შეუწყვეთ, ხელი კი არ შეუწყვეთ, მე მიმაჩნია რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მაშინ და დღევანდელი გადასახედიდანაც, გამოსახედიდანაც იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს მაშინ იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც სახელი დაარქვეს ქართულ ოცნებას. თქვენს რომ ეს არის რეჟიმი, მას აქვს მიტაცებული ძალაუფლება და არ შეიძლება ჩვენ ნორმალურად აღვიქვათ ის, რომ საზოგადოების მცირე მხარდაჭერით უმრავლესობაში რაღაც ერთი პოლიტიკური ძალა, გუნდი თუ ვიღაცები მოდიან. ამიტომ ეს იყო ძალიან სწორი ნაბიჯი და თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ უბრალოდ ჩვენს ნაბიჯებში, თუ გვინდა რომ სამშვიდობოს გავიდეთ. რა უნდა გაგვეკეთებია ან იმ პარლამენტში, ან არ ვიცი, ეხა კიდევ ვინმე შესვლას თუ აპირებს, რის გაკეთებას აპირებს იქ. თუ ეს გაყალბდა, თუ ეს უკანონოა, განსაკუთრებით მას შემდეგ რა განცხადებიც აკეთეს ბოლომდე დისტანცირება ევროპიდან, 1000 საშინელება და უბედურება კიდევ უფრო დამატებით მიღებული რეპრესიული კანონები, რომელიც მხოლოდ ერთისკენ არის მიმართული, რომ ცივილიზებული სამყაროსკენ სწრაფო კი არ ქონდეს, არამედ უფრო და უფრო ჩქარა მივიდეთ რუსეთთან. ამ ყველაფრის ფონზე ჩემი აზრით კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო, რა თქმა უნდა, სწორი და საპროტესტო აქციები. მაგრამ შეიძლება სადღაც სამომრჩეველმა მოგთხოვოთ ამაზე პასუხი ან სხვა არჩევნებში, როცა მოგინდებათ მათი მხარდაჭერა, გითხრათ, რომ ჩემი წინა მანდატი თქვენ სადღაც მოიქნიეთ, ამიტომ ახლა იქნება. პირიქით, პატივი ვეცით ჩვენ სამომრჩეველს და ის მანდატიც ის მხარდაჭერაც მხოლოდ იმისთვის იყო, რომ ჩვენ სიმართლისთვის გვებრძოლა და ივანიშვილის რეჟიმისთვის ბოლომდე გაგვეწია წინააღმდეგობა და ამასაც ვაკეთებთ. ხო, თქვენ თქვით, ჩვენი პოლიტიკური პარტიის ყველა ლიდერი ციხეშია, იმდენი ადამიანია უკვე დაკავებული, რომ ხშირად იმაზეც კი ვერ ვსაუბრობთ, რომ უკვე მეხუთე თვე სრულდება. ნიკამელია საერთოდ რა დააკავეს არ ვიცი. ფორმალური საბუთიც კი არა აქვს. ხვდებით, ანუ რა მასშტაბის რეპრესიები მოგვიწყო ჩვენ იმ რა ქვია რეჟიმმა. მაგრამ ამის მიუხედავად, ბრძოლის გაგრძელებას არ აქვს ალტერნატივა. იქ რო დავბრუნდე, ხა პარტიების გაუქმება და მე რა უნდა მოხდეს, ხო? ფორმალურ პოლიტიკაში, ფორმალურად. ბევრჯერ მსმენია სხვათა შორის, რომ ეხლა არ არის პარტიული პოლიტიკის დრო, ეხლა აქტივიზმის დროა და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ თავად თქვენს მოთხოვნებშია ახალი არჩევნები, თუ სადმე ის გამოკრთა, არ ვიცი, თუ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ახლა ისე დაასუსტა მან მთელი ამ ჩემი აზრით მივცემ თავისუფლებას ამის თქმის 26 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე ეს იყო ერთი დიდი სპეცოპერაცია, რომელიც პოლიტიკური პარტიების უმაქსიმალურესად დასუსტებას ისახავდა მიზნად და ეს მიზანი მიღწეულია მისი მხრიდან. მე ასე ვუყურებ პროცესს, თავისუფლებას მივცემ. მე შემიძლია საავტორო ეთერია, თუმცა ვიკავებ მაქსიმალურად. მე შემიძლია გითხრათ 26 ოქტომბრიდან 4-მდე რა დღეში ჩავარდა რეჟიმი, მათ შორის ოპოზიციური თუ პროდასალური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგობის შედეგად. ბატონო, მე როგორც პოლიტიკური ცხოვრების გულშემატკივარი ამ ქვეყანაში, როგორც მოქალაქე ვარ, პოლიტიკური პროცესის მინდა რომ ის იყოს, დუღდეს, არ ვიცი, შეჯიბრებითობა, კონკურენცია, რაღაცნაირად აი პოლიტიკურ პროცესს, როგორც რაღაც ინსტიტუციას გულშემატკივრობ ძალიან და ამიტომ ხედავ ამ, ესე ვთქვათ, მისი მოსპობის, განადგურების მათ შორის მე ვხედავ თავად პოლიტიკური პარტიებიდან ხელშეწყობას ამ პროცესის. ამაზე შეგვიძლია სხვა დროს სულდაობთ, მაგრამ ახლა გადავდოთ ეს დავა. აქტივიზმის დროაო, მომისმენია, მაგრამ მაინც, აი ბადამდელი რომ დაინიშნოს, მაინც ფორმალურად პოლიტიკური პარტიის არსებობის აუცილებლობა ხომ დგება ხოლმე დღის წესრიგში. კი, მივალ ამ კითხვამდე, ოღონდ მცირე რეპლიკას გავაკეთებ თქვენს მოსაზრებაზეც. ის რომ ინსტიტუციების პატივისცემა, ზოგადად პოლიტიკური ცხოვრება, რავი, მნიშვნელოვანი რო არის, ჩვენთვის ალბათ ამიტომაც გადავწყვეტეთ პოლიტიკურ პარტიებში ყოფნა და პოლიტიკური საქმიანობა. მე ძალიან კარგად მესმის, რომ
უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია არის საქართველოს პარლამენტი და მართლა 150 პატრიოტი ადამიანი თუ შეიკრიბება იმ შენობაში, ამ ქვეყნის წარმოუდგენლად სწრაფად წინსული შესაძლებლობები არსებობს და ეს გაიხსნება. ხო, ეს ძალიან კარგად მესმის და რა ვიცი, დიდი პატივია, ბუნებრივია საქართველოს პარლამენტის წევრობა და იღებდი იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში რაღაც შენი ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო. ასევე ძალიან კარგად მესმის ადგილობრივი თვითმმართველობის როლი განსაკუთრებით კარგად მესმის, იმიტომ რომ მაგ რაღაც ამემართულებით პატარა გამოცდილებაც, ხო? მაგრამ ამის მიუხედავად, როცა მიტაცებულია ყველა ინსტიტუცია და დემოკრატიის მხოლოდ რაღაცა ანტურაჟად გიყენებს შენ რეჟიმი, არ ვიცი, იქ სხვა ლეგვის ფოთოლს და რაღაცებსაც რო ეძახდნენ ამას, როგორ შეიძლება ამ ამბავში თავი შეხო, თქვა რომ ეს არის ნორმალური ვითარება, მიუხედავად იმისა, რომ მან მიიტაცა, არაუშავს რაღაცა ჩვენც ხო მოგვიგდო და მოდი ამით დავკმაყოფილდეთ და თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის. ესე ხო ქვეყანა ვერ განვითარდება. ესე ხო მართლა იმ უსკურში გადავიჩეხებით, სადაც დღეს არის ბელორუსი, რუსეთი და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმ ფორმალურ ნაწილს, რაზეც თქვენ მესაუბრებოდით, ალბათ ასევე მაგალითი უნდა ვეძებოთ საქართველოს ისტორიაში და არც ისე შორეულში. რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში დამარცხდა, მათ შორის დამარცხდა არჩევნების გზით. ყველას კარგად გვახსოვს, ხო, ეროვნული მოძრაობის რაღაცა ძალიან მკაფიო და სწორი მოთხოვნა მრავალპარტიული არჩევნებისა, სადაც ნორმალური წესები იქნა მიღებული, მაშინაც ჩაატარა არჩევნები კომუნისტურმა პარტიამ, არ მიიღო მონაწილეობა მრგვალმა მაგიდამ, მან მოითხოვა სამართლიანი არჩევნები, მიაღწია სამართლიანი არჩევნები და სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვა. მონაწილეობა არ მიიღო მონაწილეობა და მრგვალ მაგიდას მოღალატეებს ეძახდნენ და თუმცა მრგვალმა ოპერაციის მონაწილეებს ალბათ ახლოს ჩაიშალა ის არჩევნები. ხო, ჩვენ შეგახსოვთ, ჩაიშალა ის არჩევნები, შეიძლება თვეები ამერიოს, თუ არ ვთქვი, მარჩი დაგეგმილი კომუნისტური პარტიის, ხოლო მას შემდეგ რაც მრავალპარტიული, ანუ წესები შეიცვალა, ოქტომბერში ქართულმა ხალხმა დაამარცხა. მაგას ვამბობ, რომ წესები რომ შეიცვალა, იმ ოქტომბრის არჩევნებშიც ბევრი არ წავიდა თქო და ვინც წავიდა ზუსტად გამსახურდია არჩევნების წინა ღამემდე რაღაც მოღალატეს ეძახდნენ იმის გამო რომ ამ არჩევნებში მართალი, როცა შეაცვლევიდეს წესები, როცა ქუჩიდან ქართულმა ხალხმა მართალი და ზუსტად გამსახურდია რომ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ქვეყნის მაგრამ როდის მიიღო? როგორ მიიღო? ისე კი არ მიიღო, როგორც 4 ოქტომბრის არჩევნებში მიიღო ლელომ და გახარია. არანაირი მასთან ერთად როცა ქალბატონო დიანა, კიდევ უფრო მეტად არის გაუარესებული სიტუაცია, ვიდრე ეს იყო 26 ოქტომბრის არჩევნებზე. როცა არანაირი დამკვირვებელი აღარ არსებობს, არც საერთაშორისო, არც ეუთოოდირი, არც ადგილობრივი. კიდევ უფრო უარესდება. ხო, ნახეთ როდის უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ პროტესტით დაღმარჩირო ვართ ხო მატყობთ ამ ხრივ ინსტიტუცი ეს საკანონმდებლო ბაზით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იმაჩნია რომ საშველი არის ყველა ჩვენთაგანის კიდევ უფრო მეტ გამოფხიზლებაში, კიდევ უფრო მეტ ორგანიზებაში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ მათ შორის ქუჩის საპროტესტო აქციებით, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების აქტიური მხარდაჭერით. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. მე ამაში ვარ დარწმუნებული. არა, მე მგონია რომ ბევრად უფრო ადრე იქნება. მე მგონია რომ ბევრად უფრო ადრე იქნება ეს ვიდრე 2028 არ დაჭირდება რუსული რეჟიმი როგორც ყავდა 70 წელი, ისევ 70 წელი ვერ იქნება ეს მოქმედი რეჟიმი და არც 2028 იქნება ამისთვის საჭირო მიმაჩნია რომ თუ სწორად დროულად ბევრად უფრო ეფექტურ ორგანიზებას გავაკეთებთ მათ შორის ქუჩის საპროტესტო აქციებით ჩვენ მივაღწევთ იმას რომ ივანიშვილს ვაიძულებთ ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები ან მივაღწევთ იმას რომ ივანიშვილი ჩაატარებს ან ივანიშვილის გარეშე მივაღწევთ ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნებს სხვა გზა არ არსებობს ეხლა რა ახალი სიცოცხლე უნდა მიიღოს ამ პროტესტმა ისეთი რაღაც რესტარტი გააკეთოს რომ რაღაცნაირად ივანიშვილმა უკან დაიხიოს და არჩევნები ჩანიშნოს. აი, ან როდემდე გაქვთ თქვენთვის, თქვენ პოლიტიკურ ძალას ეს რაღაც დედლაინი მონიშნული, რომ აი, მოდით იანვრამდე დაველოდოთ ხის პროტესტი, ან მოდით იქნებ მარტამდე, ან სადღაც შეიძლება მართლა ჩაატაროს, მაგრამ თავად ჩათვალოს, რომ ახლა ისე სუსტია ოპოზიცია, რომ ის წლებს მოიგებს და მეტ პროცენტს მიიღებს პარლამენტში. ხო, ჩვენ არ ვაცხადებთ ბოლო ბრძოლას, განცხადებაში თქონდა გამოკვეთილი, ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით. მართლა გვჯერა, რომ ამ ნაწილში ვართ მართლები და ბოლომდე ბრძოლა არის მნიშვნელოვანი. მე და თქვენ შეათ ვერ ვთანხმდებით მთავარ ამბავზე, როცა ვამბობთ, რომ 300 დღიანი და კიდევ უფრო მეტიანი არის პროტესტი, ხალხი დაიღალა. არ გეთანხმებით, უბრალოდ ხანდახან ვამბობ, რომ მეტი რაციონალიზმი ხომ არ ჯობდა რომ ქონოდათ. დავასრულებ ბოდიში და მიხვდებით რა ნაწილს გულისხმობ. ხალხი დაიღალა, ვიღაცები ემიგრაციაში მიდიან, აქეთ პრობლემებია, ბევრი ადამიანი ციხეშია, აქტივისტები, პოლიტიკური ლიდერები, აქტიური ადამიანები და უჭირს პროტესტს საქართველოში.
მე მიმაჩნია რომ ბევრად უფრო მეტად უჭირს რეჟიმს. არ ვიცი, არ უჭირს, არ უჭირს. თქვენ მიპასუხეთ, მე არ მithქვამს უჭირს თუ არა, მაგრამ აი ხედავ განგრძობից და ვერ ხედავ შედეგს. მე მიმაჩნია რომ ამ პროტესტს, რომელიც ლამის უკვე 1 წელია მიმდინარეობს, ქონდა აღმასვლაც, ქონდათ აღმასვლაც 4 ოქტომბრის გადმოსახედიდან უამრავმა ადამიანმა შესაძლოა რაღაცა იმედგაცრუების ბაცილები დაიტვირთა, თუმცა მე მგონია რომ აქედან გამოსვლა იყო 5 ოქტომბერსაც და ყველა ის გაგრძელება, რომელიც ყველა შემდეგ დღეს მოყვა. ის რომ 26 ოქტომბერს ასევე იგეგმება მასშტაბური აქცია და აქვე თქვენს ეთერს გამოვიყენებ და ყველას ვთხოვ რომ მობრძანდეს რესპუბლიკის მოედანზე 19 საათზე, ესეც არის მნიშვნელოვანი. კიდევ უნდა ვაჩვენოთ რეჟიმსაც, ერთმანეთსაც და მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი არ ჩერდება და იბრძვის ბოლომდე. ასე რომ მე ვეღარ დავამთავრე ეს ნაწილი, რომ მესმის რომ აქეთ ხარ ეს რაღაც აღმასვლა შესაძლოა რაღაც პერიოდში და აღმასვლაც მოყვა, მაგრამ რა მდგომარეობაშია დღეს რეჟიმი? გონია რომ ისინი კარგად არიან? რაღაცა თავს რო ძალას დაატანს კობახიძე და გაბადრული სახით რომ ეთერებიდან გვესაუბრება. როგორ შეიძლება ეს იყოს? რა თქმა უნდა, რო არ უჭირდეს იმ კანონპროექტებს, რაც ეხა შეიტანეს კანონპროექტებს ბჭყალებში, ამას შეიტანდნენ. თვითონ არის ის კობახიძე ხო არ არის უწვინო ადამიანი. კობახიძემ ხო ზუსტად იცის რომ ცივილიზებული სამყაროსთვის, ნორმალური ადამიანისთვის ამ მასშტაბის რეპრესიული კანონმდებლობის შეტანა არის კატასტროფა და ძალიან ცუდი ამბავი. რო უჭირს, იმიტომაც შეაქვს ეს რაღაცა რეპრესიული კანონმდებლობა. რო უჭირს, ამიტომაც აკავებს ადამიანებს. აბა წელში გამართული და კარგად მყოფი მთავრობა პირიქით დაინტერესებულია იმით, რომ მე და თქვენ გაღიმებულები ვიყოთ, ბედნიერები ვიყოთ, ხალხი ამ ქვეყანაში კარგად ცხოვრობდეს და მადლობას უხდიდეს მთავრობას. ხო ეგ არის ნორმალური ამბავი. დღეს რას აკეთებს? რაღაცა დაჭერები, უბედურებები, რა ვიცი, მოსყიდვები და 1000 საშინელებაზე მიდის. ელოდებით ახალ არჩევნებს შეიძლება რომ რაღაც მომენტში ის ჩაინიშნოს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში იქნება და ეს არ იქნება ისეთი არჩევნები, როგორიც წარმოუდგენია ივანიშვილს. ეს არ იქნება ის არჩევნები, რომელიც მან 4 ოქტომბერში აგვიტარა, ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც წინასწარ განსაზღვრული იყო, ვის რამდენი ხმა ექნებოდა ბოლო შემაჯამებელ ოლქში. ეს ესე ვერ იქნება. ივანიშვილს მოუწევს, ან ივანიშვილის გარეშე ამ ქვეყანაში ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. ივანიშვილის გარეშე რა მოცემულობა უნდა შეიქმნას, რომ ივანიშვილი წავიდეს, რაღაც პატა ბურჭულაძე ელოდებოდა ამ წასვლას 3-ში ან 4-ში და აი რა მოცემულობას ხედავთ, რომ წავიდეს და მე მჯერა რომ რეჟიმი ჩამოიშლება. მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ რეჟიმი ჩამოიშლება. გადამეტებული იყო მოლოდინი იმისა, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო 4 საათში მოხდარიყო 4 ოქტომბერს და ჩვენ ამაზე ადრეს ბევრი გვისაუბრია. ანუ როგორ ხედავთ მაშინ? ოდესმე ყველაფერი იშლება. კი, ეგრე ეგონა ალბათ შევარდნაძის მხარდამჭერებსაც და განსაკუთრებით ასლანაბაშიძის მხარდამჭერებსაც, რომ ასლანაბაშიძე თავისი რეჟიმი იქნებოდა მუდმივი, გავს ეს ორი რეჟიმი ერთმანეთს და ამიტომ ვადარებ ხოლმე ხშირად. არავინ იცოდა წინასწარ რომ 6 მაისის გამთენიოს ასლანაბაშიძე მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად თვითმფრინავით დატოვებდა ბათუმს. მაგრამ ეს მოხდა. რატო მოხდა? იმიტომ რომ უკვე ყველგან იგრძნობოდა. ბათუმში არ არსებობდა არც ერთი ქუჩა, არც ერთი უბანი, არც ერთი კორპუსი. მე მგონია რომ ჩვენ ამისკენ მივდივართ. არა, ეგ რო იყოს, მაშინ დღესვე დასრულდება. ამაზე არის კიდე მეტად სამუშაო. როცა მე ვამბობ, რომ მეტი ორგანიზება გვჭირდება, რა ვიცი, უფრო ეფექტური, მათ შორის საპროტესტო აქციები გვჭირდება, კიდე უფრო მეტად აქტიურად არის სამუშაო ჩვენს რაღაც მეზობლებთან და მეგობრებთან ცივილიზებულ სამყაროში. ამას გულისხმობს სწორედ. ჩვენ მივალთ იმ ეტაპამდე, როგორც მივედით მათ შორის, ახლა ნაჭარის მაგალითზე ვახსენე, როგორც იყო ასლანაბაშიძე, სადაც თქვენი მეზობლები, თქვენი ქუჩა, რა ვიცი, მთელი თბილისი და მთელი საქართველო იგრძნობს, რომ უბრალოდ დროის საკითხია, თორე ყველაფერი არის დამთავრებული. ივანიშვილს აქვს შანსი. ვიცი რა თქვენ კარგად იცით ეგამდე. ივანიშვილს აქვს შანსი ჯერ კიდე. ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები და გადააბაროს ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხალხს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ქვეყნისთვისაც, მაგრამ მისთვისაც განსაკუთრებით მისთვის ბევრად უფრო მძიმე დასრულდა. მადლობა გიორგი კირთაძე.